და ჩვენი შემდგომი სტუმარია ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით, ბატონო ზაზა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში, რა ქვია ამ რეჟიმს, რომელშიც ჩვენ ახლა ცხოვრობთ, სადაც პოლიტიკური პატიმრები ერთ სულ მოსახლეზე მეტია საქართველოში, ვიდრე რუსეთში და აი ავტორიტარიზმს რა განასხვავებს, ხომ, როგორ ეპყრობა ის პოლიტიკურ პატიმარს, ეს გრადაციაც არის, როცა შედარებებს ვაკეთებთ ერთმანეთთან და ჩვენ ელენეს მაგალითი მოვყევით ცოტა ხნის წინ, რას გაფიქრებინებთ ეს, აი როგორ აღწერს ეს ამ რეჟიმის კონდიციას ახლა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მასთან არ უშვებენ ექიმს. საღამშვიდობის მეც მიულოცავ საქართველოს ანწუხელიძის საქმესთან დაკავშირებით გამარჯვებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოვიპოვეთ. ჩვენ რომ გავითვალისწინოთ ამის კონტექსტი რეალურად ალბათ ამ საქმეთა დიდ ნაწილს ოცნება არასდროს არ შეიტანდა და რომელიც მოვიგეთ იმ საქმეების დიდ ნაწილს მე მგონი ყველას აღსრულება არ უწერია ოცნების ხელში. ეს ძალიან ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე თუ რა მიზნები ამოძრავებს და რა ძალებით გას ოცნების უკან. ეხლა თქვენს კითხვას რაც შეეხება, მე მგონი თვითონ აღარ მალავენ იმას, რომ ესენი არიან ადამიანობისგან სრულიად დაცლილი ხელისუფლება, ემპათიისგან სრულიად დაცლილი ხელისუფლება. გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ ყოველგვარი თანაგზნობისგან უნდა ვიყოთ თავისუფალი, ადამიანობისგან უნდა ვიყოთ თურმე თავისუფალი, როდესაც ვსაუბრობთ ქართველებზე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას ჩადიან ისინი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. როდესაც აი ამ დრაკონულ კანონებს იღებენ, ადამიანებს ჯიან, ციხეში უშვებენ პროტესტის გამოხატვის გამო, ტროტუარზე დგომის გამო, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, რაზე ვსაუბრობთ, არაშედარებებზე ვსაუბრობთ, საერთოდ ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ხო, გინდა დიქტატურა დავარქვათ, გინდა ავტორიტარიზმი, გინდა ავტოკრატია, რა ვიცი ხა. აქ ისეთი ნიუანსებია და ისეთი ტერმინებია, რომელიც ალბათ ჩვეულებრივ ადამიანებს საერთოდ არ საინტერესებს. ფაქტია, რომ ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება აღარ არის. ქვეყანაში, სადაც არჩევნები აღარ ტარდება, ანუ ფარსია არჩევნები და სადაც გარკვეული ძალა, რომელსაც ბრძევა ხავს მთელი ქვეყანა აყვანილი, ამ ხელისუფლებას და ავითარებას იყენებს საკუთარი კერძო და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. აი სხვა ქვეყანას რაც შეეხება, ალბათ მაინც მათი ქცევის მოდელი, როგორც copy paste იქდევს და ასევე მათზე დამოკიდებულება ხარისხს, მათზე დამოკიდებულების ხარისხს განსაზღვრავს ის თუ რა ხდება უკრაინაში. და ერთი ნიუსი დაგვეწია და მინდა თქვენს წააგიკითხოთ თუ არ გინახავთ უკვე და მაყურებელსაც უთხრა, Reuters-ის ინფორმაციით მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 2027 წლამდე შეაჩერა მუშაობა უკრაინის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის გამო მინიმუმ 6 თვით შეაჩერებს მუშაობას. აღდგენას დასჭირდება მინიმუმ 9 წელი, უთხრა Reuters ერთ-ერთმა წყარომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შესახებ. ანუ ეს კადრები პრინციპში ალმოკიდებული მოსკოვის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, რომელიც ძალიან მძლავრია და ის საწვავზე რიგები იქნება თუ ასე შემდგომ, უკვე მოსკოველებს აგრძნობინებს, რომ ომი მათთან მივიდა. ეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა რუსეთისთვის. პუტინი აკეთებდა ყველაფერს, რომ ომი პეტერბურგსა და მოსკოვში არ ეგრძნოთ. ეს ცვლის თუ არა ვითარებას ისეთი რეჟიმისთვის, როგორც ივანიშვილია. ეს ცვლის ვითარებას არა მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ ცვლის ვითარებას მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ისეთ ძალებსაც კი, რომლებსაც მაინდა-მაინც გულზე არ ეხატებოდათ უკრაინა და მე შეგნებულად თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან, დღეს უწევთ აი ამ ახალი რეალობის აღიარება. და არა მხოლოდ ამ რეალობის აღიარება, არამედ ისე წარმოჩენა, თითქოს ამ რეალობაში მათაც მიუძღვით გარკვეული წვლილი. უკრაინამ 21 საუკუნეში რეალურად გეოპოლიტიკური რევოლუცია მოახდინა. ჩვენ ყველაფერს ვიწყებდით იქიდან, როდესაც 4 წელიწადნახევრის წინ რუსეთი აპირებდა სამ დღეში კიევის აღებას და იქ რაღაც ტრიუმფალური აღლუმის ჩატარებას და 4 წელიწადნახევრის შემდეგ მას უწევს წუწუნი იმის თაობაზე, რომ თურმე უკრაინა თავს ესხმის რუსულ წარმოებას, ნავთობწარმოებას, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას პირველ რიგში და ეს ყველაფერი ხდება არა ფრონტის ხაზის მიმდებარედ, არამედ ათასობით კილომეტრით მოშორებით. აშკარაა, რომ უკრაინას აქვს სტრატეგიული უპირატესობა ამ ომში, უკრაინა იმარჯვებს, უკრაინამ პრაქტიკულ ბლოკადაში მოაქცია უკვე ყირიმი, ოკუპირებული ყირიმი და
ერთგვარი განაცხადი იყო, როდესაც რამდენიმე დღის წინ უკრაინამ დაბომბა ყირიმის ხიდის ორივე მხარეს ობიექტები იმის საჭმელად, რომ ისინი სრულად აკონტროლებენ ვითარებას. მე შეგახსენებთ, ანუ ჩვენ ინტერპრეტაცია მოსკოვი ყირიმში დამარცხდებაო, დაეცემაო, ასეთი ფრაზაც იყო ძალიან სიმბოლური ამ დღეს. ნუ რა ვიცი, ჩვენც გვითხოვს, რომ რუსეთი რომელიც დაიწყო კიევში, ოდესღაც რუსეთი ხო, რუსეთის ჩანასახი დაიმარხება. აი ეს რუსეთი უკვე მოსკოვია ამ შემთხვევაში რეალურად დაიმარხება ამ ფორმით კიევში და კიევის მიერ. აქვე რო შევახსენოთ ტელემაყურებელს, ეს ჩვენი ინტერპრეტაცია არ არის, მათი პროპაგანდისტები ღიად და საჯაროდ ამბობენ, რომ დიახ, მათთვის კარგია თუ რუსეთი გაიმარჯვებს. დიახ, ისინი არიან რუსები. დიახ, თუ უკრაინა დამარცხდება, მათთვის არის კარგი. ანუ ეს ემოცია ზელენსკიზე თავდასხმები, ის ზიზღი, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლებს მათი მხრიდან ერგებათ, ეს ყველაფერი მათ პოზიციას განასახიერებს, მათ პრეფერენციებს ასხივებს და ძალიან აშკარა რომ დღეს ისინი უმძიმეს დღეში დგანან. საუბარი იმაზეა, რომ რა არჩევანი რჩებათ მათ, მაგრამ ეს იქნებოდა სწორი კითხვა იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება და მისი კურატორები დამოუკიდებელი ძალა იქნებოდა. ხო ისო დამოუკიდებელი ძალა იყოს, რომელმაც აი მიიღო ოდესღაც გადაწყვეტილება, რომ ამ ვითარებაში მათ აწყობთ პრორუსულ პოზიციაზე ყოფნა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ ეხლა დღევანდელ ვითარებაში მათ ეს პოზიცია შეეცვალა, ვინაიდან შეიცვალა ვითარება, ხო რუსეთი დასუსტებულია, საკუთარ თავს ვერ იცავს 9 მაისს, 12 ივნისს რუსეთის დღეზე ვერ იცავს საკვანძო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. ამ ვითარებაში ჩვენ რო ყავდეს უბრალოდ ავტორიტარული ხელისუფლება, რომელსაც თავისი ავტონომიური ნება გააჩნია, ის შეცვლიდა თავის პოზიციას და დაუახლოვდებოდა იმ ძალებს, რომლებიც საშუალებადიან პერსპექტივაში იქნებიან გამარჯვებული. ეს არის გარდა უკრაინისა, ეს არის ევროპა, ეს არის გაერთიანებული სამეფო, ეს არის ამერიკა. ანუ ივანიშვილს არ არის თავისუფლების ფუფუნება, ის არ არის დამოუკიდებელი აქტორი, არ არის სუვერენული მმართველი. აქ შეგახსენებთ უბრალოდ ზელენსკის კომუნიკაციას კობახიძესთან, რომელმაც როგორც ჩანს, მაინც დანაბარები მიუტანა ივანიშვილს, ეს მოსალოდნელი იყო და მერე კომუნიკაცია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამ პოზიციიდან იქ შეხვედრაზე ძალიან კარგად ჩანდა, რომ მხოლოდ ზელენსკი საუბრობდა ხანმოკლე შეხვედრაზე, მას ჰქონდა სათქმელი და ივანიშვილისთვის რაღაც ხომ შუამავლის პირით, რომელიც გახდათ იმ მომენტში კობახიძე. აი ეს მოსინჯვა შეიძლება ითქვას მაინც ალბათ შეიძლება თქვენ ასე შეაფასებდით ამ შეხვედრას მოსინჯვა ივანიშვილის პოზიციის. ხო, რა თქმა უნდა, უკრაინას გააჩნია თავისი პოზიციები და საქართველოს რაც შეეხება ქართული ხალხის ინტერესებს ემთხვევა უკრაინის ინტერესები. რუსეთი არის ოკუპანტი, შესაბამისად ოკუპანტის დამარცხება შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სადაც არ უნდა იყოს ეს მარცხი, იქნება ეს აფრიკაში, სირიაში, თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით კი უკრაინაში. უკრაინის გარეშე რუსეთი არ არის იმპერია. ამის შესახებ ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა, არც გეოპოლიტიკურად, არც სტრატეგიულად, არც რესურსების თვალსაზრისით, არც დემოგრაფიის თვალსაზრისით, რუსეთს არ აქვს იმის საშუალება, რომ იყოს იმპერია და ზუსტად ამიტომ სურდა მას და კიდე სხვა მიზეზების გამო, რომ უკრაინის შთანთქმით თავისთავი აღედგინა პუტინის ავადმყოფო წარმოსახვაში, მაგრამ უკრაინა არამხოლოდ ვერ აასრულებს ამ ოცნებას და ამ იმედს, რომელიც პუტინს ჰქონდა, რომ უკრაინა შეასრულებს ზუსტად საპირისპირო როლს, ვიმეორებ ის ვითარება, რომელიც დღეს არის შექმნილი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ამ ომთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ რუსეთს რესურსები ეწურება და მას ამ რესურსების განახლების საშუალება არ გააჩნია და რაც მთავარია, ძალიან ხშირად კონფლიქტებს განსაზღვრავს არამხოლოდ ეს რესურსები, არამედ ადამიანების განწყობა, ხო? რუსეთის მთავარი იარაღი ამ ომის დაწყებისთანავე იყო ფსიქოლოგიური იარაღი, მე ვიტყოდი, როდესაც მათი და პუტინის მოლოდინი იყო, რომ როდესაც მე როგორც რუსეთის მმართველი განვაცხადებ, რომ მთელი ჩემი რესურსი სახელმწიფოებრივად, მთელი ჩემი არმიით და ფლოტით და ავიაციით ვერთვები ამ ომში და მივდივარ უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინა ჩამოიშლება, უკრაინელები გაწყდებიან და იქ უბრალოდ ის რესურსიც კი, სამხედრო რესურსი, რომელიც მათ გააჩნიათ, არ იქნება გამოყენებული ფრონტზე. აღმოჩნდა, რომ ვინ გატყდა რუსეთი, გატყდა რუსი, როდესაც ისინი ან საკუთარი ქვეყნიდან გარბიან, ან იძულებული არიან, რომ პატიმრები და რეციდივისტები გამოიყვანონ ციხეებიდან, რომ ფრონტის ხაზზე გაუშვან, ან იძულებული არიან, რომ საკუთარი ყველაზე უფრო პატრიოტი ადამიანები ციდან მოხსნა, ხო, როგორც მათი პატრიოტი ღმერთმა დაემფაროს, რომ მე მას ასე ვაფასებდი, მაგრამ პრიგოჟინზეა საუბარი, რომელიც უხდა, რომ ომი ისე არ მიდიოდა, როგორც უნდა წასულიყო და
აკნა და საჩვენებლად ცაში ააფეთქა რუსეთის თავზე, ცაში ააფეთქა მისი თვითმფრინავი. აი ამ ვითარებაში რაც ხედავთ ჩვენ მეორე მხარეს, ჩვენ ხედავთ გაუტეხილ უკრაინას, უკრაინა რომელიც არამხოლოდ არ არის მთხოვნელის როლში, არამედ უკრაინა დღეს უკვე არის კონსულტანტის როლში, ასწავლის უკრაინა როგორც ევროპას, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს როგორ დაიცვან თავი. მან შექმნა თანამედროვე ომის წარმოების უახლესი და ეფექტური მოდელები. კი ბატონო, სწორედ ამ პოზიციიდან საუბრობს ის მათ შორის ივანიშვილთან, ხო? რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმეორებ, უკრაინის გამარჯვება არის რუსეთის მარცხი და შესაბამისად შანსი ქართველი ხალხისთვის, რომ დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა და აღადგინოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. ეს ის არის, რაზეც პრაქტიკულად ოცნებას არ უსაუბრია 14 წლის განმავლობაში. ხო, ანუ საუბრობენ იმაზე, რომ უნდა მოუხადოთ გენოციდის ჩამდენებს ბოდიში, თავი უნდა დავხაროთ უფრო დაბლა, რომ იმის მაგივრად, რომ ჩვენმა სპეცრაზმელებმა როგორც ოდესღაც იპოვნონ და დასაჯონ მკვლელები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თურმე ეს სპეცრაზმელები უნდა ისხდნენ ციხეში და ასე შემდეგ, ხო და რაღაც სიები უნდა გვაჭამონ ამის სანაცვლოდ, როგორც იყო 92 თათუნაშვილის სია, მტრაჩობილი სია. ჩვენ ხედავთ იმას, რომ ჩვენ გაგვიჩნდება უკრაინის გამარჯვების შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და აღვადგინოთ მისი ტერიტორიული მთლიანობა. კი ბატონო, და აქვე უნდა ვიკითხოთ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარება ამ ფონზე, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, როცა უკანონო პატიმრების ჯარია ქვეყანაში, სინდისის პატიმრები, უკანონო დატყვევებულები, რეჟიმი უფრო და უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა. ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარება უნდა შეგაფასებინოთ, ნაციონალურ მოძრაობაში გახლავთ სიახლეების სურვილი წამოსული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი კანდიდატია, ამბობს, რომ ალიანსი ნაციონალურ მოძრაობას აქამდეც უნდა დაეტოვებინა, ალიანსიდანაც არის პასუხები, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ახლა პოლიტიკურ სპექტრში, ეს მინდა რომ შეგაფასებინოთ ასეთ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორც ჩანს, ამ ერთობასაც სიმყიფე უფრო და უფრო დაეტყო ალიანს გულისხმობ. თქვენი კომენტარი მინდა ვიკითხო. ხო, მე მინიმალური კომენტარით შემოვიფარგლებოდი, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს. მიხეილ სააკაშვილის სურვილი გასაგებია, მაგრამ მე როგორც ვიცი, უწევდათ კიდევაც არჩევნები ამ ზაფხულს, შესაბამისად ისინი მოქმედებენ რაღაც დათქმული წესების შესაბამისად. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ალიანსს, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ პოლიტიკაში ნებისმიერი ალიანსი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალების გაერთიანება ეფუძნება და უნდა ეფუძნებოდეს მათ გავლენებს, იქნება ეს გავლენებს გულისხმობ ლეგიტიმურ გავლენებს, ხო, მათ პოლიტიკურ ძალას, მათ ხვედრით წონას ამა თუ იმ პროცესებში და ეს არ უნდა იყოს რაღაცა კაბინეტური პროცესი, რომ რაღაც 5-10 კაცი დაждდა და დაირქვა 5-10 პარტია და ამას რაღაც ესეთი ელფერი მიეცა, რომ არის ერთიანობა. მე პირადად ერთიანობის მომხრე ვიყავი და ვარ და ამას აქვს ერთი ძალიან მარტივი მიზეზი. მე არ ვიბრძი პირადად როგორც საქართველოს მოქალაქე იმისთვის, რომ დღგ-ს განაკვეთი შეიცვალოს ან რაღაც მეტროში, რომელიღაც მეტროში მეორე გასასვლელი გაკეთდეს. კი, რა თქმა უნდა, ეს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა რო ვიყოთ, იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა დე-ფაქტო ოკუპირებულია, რომ ვიშჩის რეჟიმის ანალოგიით ვიმართებით, ხო? ცხინვალში და სოხუმში ზის უშუალო ოკუპანტი და თბილისში არის კოლაბორაციონისტი მართველი, ამ ვითარებაში რაზეა საუბარი, ხო? რა მეორე და მესამე და მეათე ამოცანებზეა საუბარი, აქ არის ძალიან მარტივი ეგზისტენციური ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ რუსეთისგან. მე გადავწყვიტავთ, ვის მემარცხენე მოწონს, ვის მემარჯვენე მოწონს, ვის ლიბერტარიანელი, ვის ცენტრისტი და ასე შემდეგ. ამ ვითარებაში ხა საუბარი იმაზე, რომ რაღაც კინკლაობაში შევიდეთ და გავიხსენოთ ვინ რა თქვა, ვინ ვის რა დააბრალა, მოდი ასე ვთქვა, ჩვენ ამაზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ ამორჩევლისთვის ეს არის უბრალოდ უინტერესო. შესაბამისად, ამაზე დროს შეგნებულად არ დავყავ. დიდი მადლობა, უსმენთ ზაზა ბიბილაშვილს. მადლობა.